არსებული მონაცემებით წლევანდელი რთველი მთავრობას სულ მცირე 150 მილიონი ლარი დაუჯდება. Რატომ იქცა სუბსიდიის მანკიერი პრაქტიკა ტრადიციად და რაც მთავარია, სად არის გამოსავალი? თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში ნუცა აბრამიშვილი, შუხმან გრუპის გენერალური დირექტორი გვერდება. ნუცა ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ნუცა სანამ დაანონსებულ თემებზე გადავიდოდეთ, საინტერესოა შევაფასოთ წლევანდელი რთველი. Როგორ ჩაიარა, იმიტომ რომ უკვე დასკვნით ფაზაშია, რამდენად პრობლემების გარეშე ჩაიარა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. უპირველეს ყოვლისა, ასე ვთქვათ, არც თუ ისე სახარბიელო კლიმატურმა პირობებმა გაართულა პროცესები, მოსავლის აღების პროცესები, მქონდა უხვი ნალექი ბოლო პერიოდში და ამან შექმნა ძალიან დიდი პრობლემები, ასევე მუშახელის მიმართულებით თუ სხვადასხვა ლოგისტიკური საკითხების. თუმცა ამ ეტაპისთვის ფაქტიურად ამინდებმაც ხელი შეგვიწყო და ასე ვთქვათ, მოსავალიც აბსოლუტურად ჯანსაღად გამოიყურება, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ მომავალ წელს ჩვენი ღვინოები და ზოგადად ქართული ღვინოები იქნება კარგი და აქედან გამომდინარე ასევე საკმაოდ უხვი მოსავლიანობით გამოირჩეოდა, რამაც ასევე გაართულა ეს პრობლემები, იმიტომ რომ მოკლე, ასე ვთქვათ, რთველი აღინიშნებოდა ისევ და ისევ ხსენებული, ასე ვთქვათ, ამინდის ცვლილებების და კლიმატის ცვლილებების გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაძლია კახეთმა ეს მიმართულება და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, მეტად მობილიზება გაგრძელდება მომდევნო რთველის პროცესებში, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილებები ცალსახად დაეტყვა მევენახეობის მიმართულებასაც და აქედან გამომდინარე უკვე დაახლოებით მივხვდით, როგორ შეიძლება მართოთ ესა თუ ის პროცესები. ნუცა, კი ბატონო, გადავიდეთ ერთ-ერთ ძირითად საკითხზე, სუბსიდიის ნაწილს გულისხმობ, რა თქმა უნდა. როგორც არის ცნობილი, უკვე ამ მონაცემებით, სულ მცირე 150 მილიონი ლარი უნდა დაჯდეს წლევანდელი რთველი, იმდენად რამდენადაც 50 მილიონი უკვე მიღებული აქვს შესყიდვა მოსავლის მართვის კომპანიას და კიდევ 100 მილიონს ითხოვს ამ ნაწილში. პირველ რიგში, როგორ შეიძლება შეფასდეს ზოგადად სუბსიდიის კომპონენტი და როგორ შეიძლება რაც მთავარი, ასე ვთქვათ, გამოწვევა ალბათ, როგორ შეიძლება აი ამ წრის გარღვევა? ყოველთვის ერთხელ ვისაუბრია ჩვენ სუბსიდიის მიმართულებით, შუხმან ვაინსი ყოველთვის, ასე ვთქვათ, აი ამ მოქმედებების გარეთ იყო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვენახები და არ ვართ დამოკიდებული, ამიტომ ამ შემთხვევაში წარმოვადგენ უფრო ისეთ ნეიტრალურ მხარეს, მესამე მხარეს, რომელიც ფაქტიურად ნაკლებად ყოფილა სუბსიდიის მოსარგებლე, თუმცა როგორც მეწარმე მხარე, როგორც ასე ვთქვათ, მწარმოებელი კომპანია, თუმცა ჩვენ ხედავთ ფერმერს, ჩვენ ხედავთ მევენახეობას, ჩვენ ხედავთ ამ ხელა ტრადიციულ, ასე ვთქვათ, მიმართულებას, ამიტომ და ხედავთ ასევე იმ წარსულს, რაც დავშათ რა ეტაპებიც დაჭირდა, რომ ქართულ ღვინოს მიეღწია გაყიდული, ასე ვთქვათ, გაყიდვების მიმართულებით თუ სხვადასხვა ბაზრებზე ცნობადობის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, სუბსიდია იყო დროებითი ყოველთვის და აქედან გამომდინარე ყოველთვის met benefits ფერმერი იღებდა, ამიტომ რეგიონალური მიმართულებით, რომ ეკონომიკურად მდგრადობა ყოფილიყო შენარჩუნებული, აი ამ ისტორიულ ექსკურსს თუ შევაფასებთ, შესაძლებელია შეფასდეს დადებითად, მაგრამ რასაკვირველია, ეს არის პროცესი, რომელიც დასრულდა და აქედან გამომდინარე, ამიტომ ეხლა უკვე დაიწყო წლევანდელი წლიდან ბაზარმა, ანუ თვითრეგულირება, გულისხმობ იმას, რომ აღარ ხდება ეს ინტერვენცია, აღარ ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ზუსტად შეფასებას ალბათ ვნახავთ, როგორც ხარისხობრივ, ისევე ფასების ჭრილში მომდევნო წელს, ანუ როდესაც ახალი მოსავლის ღვინოები გამოვა საექსპორტოდ. კი ბატონო, აი ჩაკეტილი წრე ვახსენე დასაწყისში და ფაქტი არის, რომ მუდმივად მიმდინარეობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ სუბსიდია უნდა შეწყდეს, თუმცა ეს ნაბიჯის გადადგმა ამ მიმართულებით ერთის მხრივ ძალიან რთული და მტკივნეული იქნება, ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ აუცილებელია, იმდენად მუდმივად ვერ გაგრძელდება ეს პროცესი. როგორ შეიძლება აი ამ წრის გარღვევა, აი გამოსავალი სად შეიძლება იყოს საშუალო დღეს გარკვეული შუალედური ოქროს რგოლზე რო ვისაუბროთ?
უპირველეს ყოვლისა ეს არის საბიუჯეტო სახსრები, ყოველთვის ლიმიტირებულია და ამ შემთხვევაში ალბათ უფრო მეტად გახანგრძლივდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამან სხვადასხვა ასე ვთქვათ, გარე ფაქტორებმაც ასე ვთქვათ იმოქმედა, ალბათ პოსტკოვიდური სირთულეები გვახსოვს და ეს ეფექტები აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, სხვადასხვა კულტურები არსებობს, გასავითარებელი ჩვენი სოფლის მეურნეობის მიმართულებით და სხვადასხვა კულტურების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ამ შემთხვევაში ბაზარი არეგულირებს მიწოდება მოთხოვნას და ამ შემთხვევაში ხარისხობრივი მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ ფერმერი კარგად განახორციელებს, ასე ვთქვათ, იმ სეზონურ სამუშაოებს და ჩვენ მივიღებთ ხარისხიან, ხარისხობრივ ხარისხზე აქცენტი და არა რაოდენობაზე დაახლოებით. ხარისხზე აუცილებლად, მაგრამ რაოდენობითაც, ანუ წელს ძალიან ბევრი მოსავალი მივიღეთ, ანუ ხარისხობრივად შეიძლება იგივენაირი მიდგომებით ხორციელდებოდა სეზონური სამუშაოები, მაგრამ რაოდენობრივად მივიღეთ ბევრი. ამ შემთხვევაში ხარისხობრივს გულისხმობ, იმიტომ რომ, როდესაც ეს არის კარგი ხარისხი, ყოველთვის ხდება მისი ჩაბარება და ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ თუ საუბრობთ ქართულ ხარისხიან პროდუქციაზე, ღვინოზე, ამას სჭირდება შესაბამისი ყურძენი. ამიტომ ჩვენ დასაწყისში ვახსენე, ჩვენივე ყურძენს, ასე ვთქვათ, ვაწარმოებთ და ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ ამ მხრივ ვარ, ასე ვთქვათ, ჩახედული ამ მევენახეობის ჭრილში, რომ ყურძენს დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და ბოლოსკენ მინდა გკითხოთ, ან მინდა ეს საკითხის, ასე ვთქვათ, ყურადღების მიღება დაგვრჩას ძალიან მოკლედ. უკვე ოფიციალურად არის ცნობილი, რომ წელსაც უკვე მეორე ფაზა იქნება რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე აქციზის მატების. თუ ჩვენ შევხედავთ ახლა ჩვენი ღვინის ექსპორტის დინამიკას, ძალიან დიდი ნაწილი მოდის რუსეთზე. პირველ რიგში როგორ შეიძლება ეს აისახოს ქართულ მეღვინეებზე და რატომ ვერ მოხდა ამისი გარკვეულწილად გადაზღვა, იმიტომ რომ აღნიშნული მსგავს რისკებზე საუბარი ყოველთვის და უკვე ბევრი წელია მიმდინარეობს. ძალიან ბევრი წელია მიმდინარეობს, პირდაპირ მიმდინარეობს, მაშინ როდესაც სექტორი შეთანხმდა, ამ შემთხვევაში კერძო სექტორი, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია არის მნიშვნელოვანი. ამიტომ მეწარმე ყოველთვის, ასე ვთქვათ, უძლურია გარე ფაქტორებისგან, სხვადასხვა რყევების, სხვადასხვა შოკების და ასე შემდეგის მიმართ. მაგრამ ჩვენ თუ შევხედავთ სტატისტიკას, საკმაოდ დიდი წილი უჭირავს, მაგრამ აქაც ჩვენ გამოვდივართ რაღაც როგორც მესამე მხარე, იმიტომ რომ ჩვენი წილი ძალიან ცოტა არის რუსეთში. გამომდინარე იქედან, რომ რისკებს ვაფასებთ ალბათ უფრო მეტად და მეტად, ასე ვთქვათ, ვართ ყურადღებით სხვადასხვა ბაზრებზე, აქედან გამომდინარე, პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა გადასახადების დაწესებას იმპორტირებულ საქონელზე, მიუთითებს იმას, რომ იქ ხდება, ასე ვთქვათ, რუსეთში სავარაუდოდ საკუთარი წარმოების წახალისება და ამ მიმართულებით მეტი ყურადღება უნდა მიაქცეს ალბათ ეროვნულ წარმოებას. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთი დადებითი მათთვის, მათი შიდა სამახმარებლო ბაზრისთვის, თუმცა ქართული ღვინო არც თუ ისე ბევრი იყიდება, რომ ამხელა მასშტაბურ ბაზარს რაღაც ციფრებით ძალიან გამიჭირდება ვისაუბრო, მაგრამ რა პროპორცია უჭირავს, არ მგონია რომ მნიშვნელოვანი წილი გქონდეს, ამიტომ ეს სხვადასხვა გრძელვადიან უარყოფით ეფექტებზე მიუთითებს სამწუხაროდ. ნუცა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ნუცა აბრამიშვილი შუხმან გრუპის გენერალური დირექტორი იყო და ვსაუბრობდით მიმდინარე რთველთან, სუბსიდიასთან და ქართული ღვინის სექტორთან დაკავშირებით.